გრანტების შესახებ კანონი, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის ნაცვლად, ამერიკული ფარას ანალოგი, ღალატის მუხლის აღდგენა, მედიის კონტროლის შესახებ კანონი, ეგრეთ წოდებული ბრიტანული მოდელით, გამკაცრებული სისხლის სამართლის კოდექსი, შეკრებებსა და მანიფესტაციებთან დაკავშირებით. ამ და სხვა საკანონმდებლო ინიციატივებით ბოლო პერიოდია ქართული ოცნება ოპონენტებსა და მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას უპირისპირდება. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ამ კანონებს არა პარტიული, არამედ სახელმწიფოს სუვერენიტეტის გამტკიცების მიზნით იღებენ. თუმცა, საბოლოოდ რას მოუდას ეს სვლები არა მხოლოდ ქართულ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, არამედ თავად ქართულ ოცნებას. ამაზე პასუხად აცხადებენ, რომ მიზანი სტაბილურობისკენ სწრაფვაა. არც ერთი კანონი, რომელიც რომელიმე სახელმწიფოში განვითარებულ დემოკრატიაში მოქმედებს, არ არის იმისათვის, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო ატმოსფერო შექმნას. საჭიროა კანონი მიიქნეს საქართველოში მოქმედების ისეთი კანონი არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა. კანონის გარეშე ამას ვერ გააკეთებ. რაც შეეხება კანონს, იგი უნდა იყოს სამართლიანი, იგი უნდა იყოს კაცრი, მაგრამ სამართლიანი კანონები არის ის, რაც დღეს საქართველოს ჭირდება. ის კანონები, რაც მივიღეთ, ეს ემსახურება იმას, რომ მედიაში გაიწმინდოს და როგორც ბრიტანეთში, ანუ არგუმენტებზე დამყარებული მტკიცებულებები და შემდეგ სიუჟეტი. გონია, რომ ის კაცრი კანონი, რაც არის ფარა, ერთ-ერთი დავაკოპიროთ, თარგმნოთ, გადმოვიტანოთ და მგონია, რომ ეს მაქსიმალურად დააბალანსებს აი ამ არაჯანსაღ ინტერესებს საქართველოში. რაც შეეხება გრანტების ნაწილში, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივები, რომელიც ქვეყნის ინტერესებშია, რომელიც იქნება აქცენტირებული არა ერთმანეთის დაპირისპირებაზე, არა ეკლესიის ჩამონგრევაზე, არა სახელმწიფო ინსტიტუციებზე, არა პირიქით ხარდაჭერაზე, სწორედ მაგაზე იქნება აქცენტირებული. საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ეს სვლები მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის საწინააღმდეგოა. მათივე შეფასებით, მმართველი პარტია არალეგიტიმური პარლამენტის საშუალებით ოპონენტების განადგურებისთვის იღებს დიქტატორულ კანონებს. დღეს გახლავთ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ოცნების არალეგიტიმური მთავრობისგან, რომელიც მიმართულია დიქტატურისკენ. ახლა უკვე ეგრეთ წოდებული deep state-ის წიაღიდან წამოსულ კანონს, ფარას გვთავაზობენ, ფარას სახელწოდებით და ცდილობენ, რომ ეს კანონიც გახდეს პოლიტიკური რეპრესიებისთვის განკუთვნილი. მე რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ღალატის მუხლს იმზადებენ ოცნების ეგრეთ წოდებული მთავრობა იმზადებს თავისთვის, რადგან დიახ ღალატია ის, რასაც დღესდღეობით ოცნების რეჟიმი ახორციელებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მე არ ვაფასებ არც ერთ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, რადგან ერთადერთი რეალური პროცესი, რაც დღეს იქ მიმდინარეობს, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების ღალატი, საკონსტიტუციო გადატრიალება, სახელმწიფო გადატრიალება და რუსული დაზვერვის სპეცოპერაცია. ირაკლი კობახიძეს და სხვებს საუკეთესოდ გაასამართლებს ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლება სწორედ ამ მოხლით. ასე რომ ეს მე ვფიქრობ არის წინდახედული ნაბიჯი მათი მხრიდან, როგორც სულ მალე ნახავენ, თვითონ შესაბამისი მოხლით გასამართლებიან. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს შორენა ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ამჟამინდელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა დიდი ბუნდოვანებითა და იზოლაციური ნაბიჯებით არის მოცული. მისი შეფასებით, ქართული ოცნების, როგორც მმართველი ძალის მიერ გატარებული რეპრესიული პოლიტიკით, საქართველო უკვე დაზიანდა, როგორც საზოგადოების გახლეჩის თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს კი მისი ვეთქმით, თავად ქართული ოცნებისთვისაც დამაზიანებელი იქნება გარკვეული დროის შემდეგ. რაღაცა ყველაფერი ბუნდოვანია, ხო, რაციონალურ ლოგიკას ჩვენ ვერ ვკითხულობთ მათ ნაბიჯებში, ხო? იმიტომ რომ ეს ყველაფერი აშორებს პარტნიორებს, იზოლაციას იწვევს, არ უწყობს ხელს ეს ნაბიჯები ქვეყანაში რაღაცა ტიპის კონსოლიდაციას, რა ვიცი, შეთანხმებას, ამაზე ზედმეტია ლაპარაკი, ხო, ეხლა ვართ ჩვენ აი ამ ესკალაციის რაღაცა ძალიან მაღალ წერტილში. ლოგიკურად და რაციონალურად მათთვის არის ყველაზე მეტად დამაზიანებელი, იმიტომ რომ საქართველო უკვე დაზიანდა მათი პოლიტიკის გამო, როგორც იმიჯის თვალსაზრისით, ნდობის თვალსაზრისით. დიდი ზიანი უკვე როგორც ქვეყანამ, როგორც საზოგადოებამ მივიღეთ ამ პროცესებისგან და შეუძლებელია რომ ჩვენ თუ მივიღეთ ეს ზიანი, აი ამ ზიანის წყარომ არ მიიღოს ეს ზიანი.
ქართული ოცნება საერთაშორისო პოლიტიკაში ცვლილებებს ელის და ამ პარტიის ლიდერების თქმით, საქართველოს საგარეო კურსიც ამაზე იქნება დამოკიდებული. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი პოლიტიკით მმართველ პარტიას ქვეყანა რუსულ, ჩინურ, ირანულ ორბიტაზე გადაჰყავს. რუსთაველის გამზირზე კი კვლავ დემონსტრაციებია. პარლამენტთან საქართველოს ევროპული მომავლის მოთხოვნითა და იმედით ისევ იკრიბებიან. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.